შეკრებამ თვლილი ნორმალურად ჩაიარა, ის რაც ქონდა დაგეგმილი, პრინციპში ყველაფერი შესრულდა. დიდი ინტერესით ველოდებით ხვალინდელ თამაშს, ვიცით თუ რა დონის გუნდთან გვაქვს თამაში, ჩვენი ჯგუფის ლიდერია, ძალიან კარგი გუნდია, ძალიან კარგი ფეხბურთელებით. რეალურად ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს თუ ვისთან თამაშობთ, იმიტომ რომ სიტუაცია გვაქვს ჯგუფში, რომ ჩვენთვის ყველა თამაში მნიშვნელოვანია და გულები გვჭირდება, ამიტომ ხვალ ვეცდებით მაქსიმალურად რომ დადებით შედეგი დავაფიქსიროთ. რაც შეეხება დანაკლისებს, რეალურად მოგვიწევს რამდენიმე ფეხბურთელის შეცვლა, თუმცა ეს შანსია ახალი ფეხბურთელებისთვის, შანსია იმისი რომ მათ დაამტკიცონ თავისი საძრებლობები, პლუს ამას მინდა აღვნიშნო, რომ ისინი უკვე დიდი ხანია ჩვენთან არიან, უკვე მესამე შეკრება, მეოთხე თამაში ვითამაშებთ, ამიტომ ადაპტირებული არიან გუნდთან თავიდან ბოლომდე. დანაკლის რაც შეეხება ნარიმანიძეს და სიგუას შემთხვევაში მე ამას დანაკლის ვერ უწოდებ, იმიტომ რომ ისინი დააწინაურდნენ და უკვე ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები არიან. რეალურად თავარი დანიშნულებაც ახალგაზრდული ნაკრების სწორედ ეს არის, რომ ის ჯაჭვი არ გაწყდეს, რომელიც ბოლო წლებია ძალიან დიდ ციფრებზეა უკვე საუბარი. ეგოენის დანაკლის რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ჩვენთვის დიდი დანაკლისია, თუმცა ჩვენ ყავს ფეხბურთელები, რომლებიც მათ შეცვლიან და ერთადერთი ის მინდა ვისურვო და ვითხოვ გუნდისგან, ეს არის რომ ჩვენი მენტალური მხარე ხოლ თამაში იყოს სწორი, იყოს ჯანსაღი და იყოს ისეთი, როგორც ესეთი დონის თამაშებს შეეფერება. ძალიან კარგი გარწყობა არის საოცარ მოედანზე ვიმყოფებით. მეტოქეზეც გავლილი გვაქვს, ნანახი გვაქვს თამაშები ყველაფერი. რთული მეტოქეა. კარგი განწყობა არის გუნდში და ჩვენზე იქნება დამოკიდებული ხვალინდელი თამაში ჩემი აზრით ესე. განწყობა იდეალურია, საკმაოდ კარგად ვართ მომზადებულები და რთული მეტოქე არის საბერძნეთ, მაგრამ ჩვენ ვეცდებით რომ სამი ქულა წამოვიღოთ ამ თამაშით.